დღეს მე წარმოვიდგენთ Brawl Stars როგორ ხართ ხალხო როგორც ხედავთ დაგიბრუნდით Brawl Stars მორგი ვიდეოთი დღეს ვიღებთ Brawl Stars ისევ და ისევ ძალიან მომინატრეთ პირველი რიგში როგორ ხართ მოკლედ შეგახსენებთ ვიდეოს და ლაიქი არხის გამოწერას არის კლაკის გააქტიურება არ დაგაუწყდეთ როგორც ყოველთვის აუყურეთ ვიდეო უეჭველი 15 ლაიქზე გამოვიდეს შემდეგი Brawl Stars ვიდეო ძალიან მალე და დღევანდელ ვიდეოში გამოვიდა ახალი ვიდეოში არა მაგრამ დღეს გამოვიდა ახალი სეზონი Brawl Pass-ის როგორც ხედავთ და ვარ უკვე მე-13 აირისზე მისული ჯერჯერობით უკვე თითქმის მე-4-ზეც ასევე გავხსენი ახალი ბრაულერი რომლის სახელი ჯერჯერობით კარგად ვერ დავიმახსოვრე მაგრამ ეხლა დავიმახსოვრეთ რომელი ბრაულერი და ეს არის ჩვენი Starnova ახალი ბრაულერი Starnova რომელიც ყავს 7 power-ზე როგორც ხედავთ უბრალოდ მარტო დავმაქსე 7 power-ამდე გავაძლიერე ვუყიდე ერთი гаджеტი მოდი გავაზილებთ კიდევ და დღევანდელ ვიდეოში ნავთამაშოთ Starnova-თი აი ამ უმაგრესი ბრაულერის დახმარებით ვაპირებ რომ გავიმარჯვოთ ძალიან ბევრ game mode-ებში იმედი მაქვს გაგვიმართლებს შევასრულებთ ასევე quest-ებს და ნუ ადვილად გავიმარჯვოთ ყველა game mode-ზე მოკლედ მეორე ლაპარაკის გარეშე მოდი მეორე ლაპარაკი რო აღარ გამოგვივიდეს უფრო და უფრო გადავინაცვლოთ მოდი უკვე ჩვენს პირველ match-ს ვაგრძელებთ ვიდეოს გადაღებას და დაიწყო ჩვენი პირველი match-ი როგორც ხედავთ უკვე მოკლედ წავიდეთ მოდი პირველი ყუთზე აი აქ და ვნახოთ როგორი ბრაულერია და აშკარად ძალიან ძლიერი არის როგორც ხედავთ ანუ თითო ერთი გასროლი დისურის ორ ტყვიას როგორც დავაკვირდი და ძალიან კარგია ეს შესაძლებლობა და როგორც ჯანეტი ისე ტიპის გავსი სუპერი აქვს სხვადასხვა როგორც ხედავთ ხო ძალიან მომინატრეთ ხალხო ისევ და ისევ დიდი ხანის განმავლობაში ისევ და ისევ ვიდეოს დადება აღარ ვერ მოახერხე მაგრამ არაუშვას ამჯერად ვახერხებ როგორც ხედავთ და გამახსენდა ეს ბრაულერი როგორც ისურის იმიტომ რომ Brawl Talk-ი მქონდა ნახი და რამოდენიმე ის არ ხდება ანუ სტილი აქვს რა გასროლის და ახლა ერთ-ერთი სტილი გამოვიყენეთ ანუ სუპერის გამოყენების შემდეგ როგორც მახსოვს ხო და როგორც გამოვყენეთ სუპერი როგორც დაინახეთ შეიცვალა რეინჯი ანუ სპეციალური რეინჯი და ეგრევე სხვანაირად გაიცვალა ჩვენმა ახალმა ბრაულერმა რომელიც სახელით როგორც გითხარით ჯერჯერობით კარგად დაიმახსოვრეთ მაგაზე არ შემიძლია ბრაულ და მოდი ეს გუტის შელი გავანადგუროთ ასეთ მარტივად და გავინამარჯვოთ პირველივე მეჩში პლუს 1300 ძალიან კარგი რა თქმა უნდა პირველივე ხელი მოვიგეთ გადავინეთ მოდი უკვე ჩვენს მეორე მეჩზე და იმედი მაქვს ამ მეჩსაც გავიმარჯვებთ და რა ვიცი იმედი მაქვს რომ უფრო და უფრო წარმატებას მივაღწევთ ყველა ხელში ნუ მით უმეტეს ახლა ბოტები არიან ვითამაშოთ სხვადასხვა game mode-ებზე მოდი ვითამაშოთ თითო ჯერ solo showdown-ზე ჯერ მეორე ხელი ეს შემდეგ გადავიდეთ gem grab-ზე შემდეგ უკვე knockout-ზე ასევე თუ იქნება დღეს არ მახსოვს თუ იყო knockout-ს მაპი და დავტესტავთ მანდაც თუ იქნება ასევე hot zone-ის მაპზე და gem grab-ის მაპზე ბოლოსთვის შემოვიტოვოთ მოდი ბოლო ლუკმა ეს ჩვენი ახალი ეს ახალი ბრაულერი რომლის სახელიც როგორც გითხარით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ვერ დავიმახსოვრეთ ჯერჯერობით კარგად და მალე დავიმახსოვრებ ძალიან მალე მოკლედ აქ მოდი გავუერთოთ ბიბის ძალიან მარტივად შემიძლია მისი განადგურება მოვასწარი гаджеტის გამოყენება და აუფრინდი სუპერის დახმარებით გამანადგუროთ უნდა გავიქცე აქ რიკოს იმიტომ რომ ძალიან ცუდად მომდევს და ხო აი ამას რაც უფრო და უფრო ავავსებთ მით უფრო და უფრო ანუ შეგვეძლება რომ მე უკვე ადვილად გამანადგუროთ ჩვენი მოწინააღმდეგე ბრაულერები და ესეც ასე ძალიან ადვილი მოგება კიდევ ერთი ძალიან კარგი, ნუ ეს რა თქმა უნდა ბოტებში პლუს 14,000 უკვე ამავდროულად გვაქვს 27,000 და ჯანდაბა გამოვიდეთ ინაღამ მესამე ხელი თამაშობ და გავხსნათ უცბად ეს რეირ სტარ დროპი მე ვახსნათ მეორე სოპა სუპერ რეირი დიდი განსაკუთრებული არაფერი მაგრამ ეგ არაფერი კარგი solo showdown-ზე ჩემი აზრით თავდაპირველად დაუწერდი 10-დან 7.5 უფრო იმიტომ რომ რავი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არც ისე კარგი არის რადგან ბევრი კედლები არის ასევე შეიძლება შეგვეშალოს ხელი ფაითის დროს რადგან უმეტესად კედლები სროლელი ბრაულერების აქვს უპირატესობა მაგ შემთხვევაში თუ შეხვდებიან რომ გაგვანადგურონ და მოგვიგონონ ფაითში და
ამის გამო 10-დან 7.5-ს უწერ მე პირადად. ეს არის ჩემი აზრი რომ იცოდეთ და მოკლედ მაგის გამო მოდი ერთი ამბები არ ავტეხოთ. კარგი, გადავიდეთ უკვე შემდეგი როგორც გითხარით knockout-ზე არა, მაგრამ hot zone-ზე, მაგრამ hot zone-ის მაპი დღეს არ გვაქვს. ასე რომ hot zone-ი გამოირიცხება და შემდეგ ვიდეოში გავტესტოთ. კარგი. მოდი იყოს შემდეგი knockout-ი. და გადავნაცვლოთ მოდი უკვე ჩვენს შემდეგ მეჩზე. ვაგრძელებთ მეგობრო ვიდეოს გადაღებას და დაიწყო ჩვენი მესამე მეჩი უკვე როგორც ხედავთ უკვე knockout-ი ეს უკვე ნახოთ აბა knockout-ი რა შევძლებთ გამოვიდეთ ბუთები და პირდაპირ კემპერობაში არჩევთ ხოლოს და ისე არ გავიმარჯვოთ გავანადგუროთ პირველი ბრაულერი დერილი მეორე გავანადგუროთ კიდევ ჩვენი რომელი იყო რა ქვია ედგარი და შემდეგ უკვე მივაყოლოთ ემზით ძალიან მარტივად ნუ პრინციპის ჩემიანი მაგანადგურეს მაგრამ არავითარ გავანადგუროთ სუპერის დახმარებით კარგია და ძალიან ადვილად მოვიგეთ უკვე როგორც ხედავთ ეს რაუნდიც ორივე რაუნდი უფრო სწორად knockout-ზე და პლუს 10.000 ნუ პრინციპში win streak-ის დახმარებით 12.000 და ძალიან კარგი knockout-ში კარგი ბრაულერია აშკარად და მოკლედ 10-დან 8.5 აშკარად იმიტომ რომ knockout-ზე კარგი არის 1-ს დავაკვირდი რადგან თუ ადვილი კარგად ითამაშე და სტრატეგიულად და სამი ბრაულერი ერთად მოექცნენ უპირატესობა გაქვს ძალიან დიდი რომ გაანადგურო ისინი და აქედან გამომდინარე 8.5 ჩემი შეფასებიდან გამომდინარე მოკლედ solo showdown 7.5 ჯენგრა knockout-ში 8.5 და ეხლა გადავიდეთ მოდი უკვე brawl ball-ზე არა მაგრამ haste-ზე რადგანაც hot zone-ის მაპი არ გვაქვს დღეს haste-ზე დავტესტავთ და როგორც ვახსენეთ რამდენიმე წუთის წინ დავტესტავ შემდეგ ვიდეოში უკვე hot zone-ის მაპზე და გეტყვით ჩემს აზრს პირადად თუ როგორი ბრაულერი არის hot zone-ზე და გამოდგება თუ არა hot zone-ზე მოკლედ knockout-ზეც გამოდგება მაგრამ solo showdown-ზე დიდად არ არის ჩემი აზრით კარგი გავანადგუროთ აქ უკვე აბა ვნახოთ კარგი დავაყაროთ მოდი და ეს უკვე ძალიან კარგი არის ეს უკვე კარგი იყო კარგად დავხარჯე ჩემი ძალა და კარგად დავაკელი აშკარად კარგად აკლებს როგორც ხედავთ მოწინააღმდეგე ბრაულერების განადგურებაში ასე თუ ისე კარგი არის გავიყოლეთ რიკო კიდევ კაი ყოველ შემთხვევაში მაინც და მოდი გადავაგდოთ ჩვენი გაჯეტი აქეთკენ და გამოვუყენოთ გაჯეტის ძალა რადგან ავფრინდეთ ჰაერში და მოვიპოვოთ ცოტა რაღაც გარკვეული დრო რომ ჰაერში ვიყოთ კარგი შელი ძალიან ცუდად მეთამაშება და ავაცილე მაგრამ არ აუშავს გავანადგუროთ 24% აქვს მოწინააღმდეგე ბრაულერების haste-ს და ასევე შეგვიძლია გავიმარჯვოთ აქედან გამომდინარე ასე გამოდის ძალიან ადვილად და დაეშვით ხოლმე ასეც ძალიან ბევრს ვაკლებ თითო დარტყმით ვაკლებ 3%-ს რაც ძალიან კარგი არის და ასე მარტივად მენდის დაგვეხმარდა თავის სუპერის დახმარებით გავანადგურეთ ძალიან ადვილად მოკლედ haste-ის კარგი არის გავაკეთეთ 6 კილი და star player-იც ავიღეთ thank you bro like-ისთვის ორივე დამალაიქა ჩემი თიმიდან და პლუს 13.000 ძალიან კარგი მოკლედ haste-ში 9 ქულა უდაოდ ჩემი აზრით 9 ქულას დაუწერდი ნუ პრინციპში არა 9-ს არა მაგრამ 9.7 აჰა 9.7 აი მართლა უღოთ ძალიან კარგი ბრაულერი არის და გამოდგება აშკარად იმიტომ რომ ძალიან კარგი არის და ბოლოს უკვე გრჩება ჯემ გრაბი და brawl ball-ი გადავინაცვლოთ მოდი უკვე brawl ball-ზე და ჯემ გრაბზე და დაგიბრუნდებით უკვე brawl ball-იდან აგზელს ვიდეოს გადაღებას დაგიბრუნდით უკვე brawl ball-იდან და კოლთი რიკო და შელი უნდა გავანადგუროთ ჩვენი მოწინააღმდეგეებში და ხო საუბარზე ცოტა არ შემჩნევთ ხალხო რა დიდი ხანი ვარ გადამიღია ვიდეო ცოტა სიტყვების გამოკეთვა მიჭირს ასე რომ გითხრათ ხო მართლა სიტყვების გამოკეთვა მიჭირს უფრო და მაგის გამო კარგად ვეღარ ვამბობ ზოგ სიტყვას და დიდი ბოდიშით მაგის გამო და ძალიან მარტივი გოლი პირველივეზე და
ძალიან კარგი იყო, თავდასხმაში ძალიან კარგი არის ეს ჩვენი ახალი ბრაულერი, რომლის სახელით კიდევ ერთხელ შევახსენე და ვერ დავმახსოვრე კარგად, მაგრამ მაგაზე გთხოვთ რომ არ შემჭამოთ კომენტარებში, დავიმახსოვრე ადვილად და ეგ არის და ეგ უკვე აღარანაირი პრობლემა აღარ იქნება და მოდი მოვუგოთ ასე ბოტებში ძალიან მარტივად. ნუ კარგი იყო, მოკლედ თავდასხმის ხრივ ძალიან კარგი არის, 5 ჯერ გავანადგურე სულ ჯამში საბოლოოდ, სულ ყველა ბრაულერი უკვე მაქვს პლუს 14,000 მომატებული და 17,300-ზე წავედით თან უკვე დღევანდელ ვიდეოში საკმაოდ ბევრი თასები როგორ მოვიმატეთ როგორც ხედავთ მეგობრებო. ავიღოთ მოდი ჩვენი პრიზი თროფი 8-დან პლუს 200 PowerPoint-ი და PowerPoint-ი და საბოლოო თამაში გადაგვრჩა. ეს არის უკვე ჯემგრაფი, საკმაოდ დიდი ვიდეო გამოდის, ასე რომ თქვა და მოკლედ გადავნასლოთ უკვე მოდი ჩვენს შემდეგ მეჩზე. დაიწყო ჩვენი ჯემგრაფის საბოლოო მეჩი მეგობრებო დღევანდელი ვიდეოსთვის როგორც ხედავთ და ნახოთ აბა ჯემგრაფში რამდენად კარგი არის და ხო ბრაულ ბოლში არ შემიფასებია რამდენს დაუწერდი. 10-დან 10 სრულიად 10-დან 10. იმიტომ რომ გოლის გატანა ფიცაშკა კარგი ბრაულერი ჩანს და მოკლედ უბრალოდ მე შეტევებისთვის გამო ვითამაშე, შეტევებში უფრო ვითამაშე, უფრო როგორც ნახეთ ვიდეოში და ჩანს კიდევ ძალიან ადვილად ეს ყველაფერი და ახლა განმარტებად კი აქვს მიხდით ყველამ კარგად და იმედი მაქვს რომ რა ვიცი კარგი იქნება და რა ვიცი რა მაგარი გაასწორებს უფრო და უფრო მერე უკვე კარგი გავანადგურეთ სხვადასხვა ჩვენი მოწინააღმდეგე ბრაულერები გავურასოთ მოდი სუპერის დახმარებით გამოვიყენოთ ჩვენი გაჯეტი არ დავხარჯოთ ყუები და დაბულ კილიც გავაკეთოთ ასე ადვილად და მოკლედ ფულ კილიც მივაყოლოთ ბარემ რა პრობლემაა და ასეთები არიან ეს ჩვენი მოწინააღმდეგე რიკო ქოლეთი და სკვიკი ძალიან მარტივად ვანადგურებთ როგორც ხედავთ გამოვიყენოთ სუპერი და ოსად და ძალიან მარტივად სუპერი გამოვიყენოთ კიდევ ერთხელ აუთქარდით და ოკეი ავიღეთ ვიდეო გვაქვს ჩვენ როგორც ხედავთ უნდა დავუცეთ ჩვენი ამ დერილი ამავდროულად რადგან არ განადგურე რადგან თუ განადგურები მას დავკარგავთ ჩვენებს და წავაგეთ მაგრამ რაღაც დროს წაგებარი უკვე მოვიჯეთ და ძალიან კარგი მოკლედ საბოლოო ჯამში ფიქრობ კარგი ვიდეო გამოგვივიდა დღევანდელი ვიდეო და მოკლედ ესე მოვიმატოთ ამავდროულად პლუს 500 ვიდეოს დასაწყისში არა მაგრამ დასასრულში უკვე და ვიდეოს ბოლოსთვის უკვე მეგა კვესტებიდან გავხსნათ მოდი კიდევ ერთ მეგა ბოქსი და 9 კლიკზევე 10 სიმციმა ხო არ ხადავთ ხალხო 10 სიმციმა პირველივეზე და კარგი მოკლედ ნახოთ რა იქნება თვალებს ხუჭავ და ისე ვაჭერ მართლა ვგან და აი გვერდზე ვწხედები 3 2 1 და ეს არის სამწუხაროდ ფაიფერის გაჯეტი ჯანდაბა არა უფრო საათი მაინც მაგრამ ფაიფერის მეორე გაჯეტი კარგი ვარიანტი იყოს ხოთა შორის იმიტომ რომ ეს გაჯეტი არ ქონდა ფაიფერზე და კარგია დამეგდო სულ 3 ლა გავხსნათ ასე რომ ეს ყველაფერი ჯერ აქ არ დასრულებულა კიდევ ერთი 9 კლიკი არა გვიციმციმებს აქაშკარად ფაქტია მაგრამ პირიქით 3 კი და 2 ხო 2 უნდა გაგვეხსნა და მოკლედ არც ერთი არაა ციმციმა პირველი მეგაბოქსის გარდა მოკლედ და არა უშოს მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო რომ ციმციმა 9 კლიკზე ანუ ეს რა იყო პროსტა ერთი ბოლოში ცუდი მომენტი ის იყო რომ სამწუხაროდ მაგ მომენტში დაგვივარდა ფაიფერის გაჯეტი მეორე მაგრამ ეგ არაფერი ფაიფერის გაჯეტი სიმჭირდებოდა ეგ მეორე და მაგ ხრივ ხო გამაყოფილი ვარ ძალიან მოკლედ დღესაც ეს ხო არ დაგავწყდეთ და ვიდეოს დალაიქება აუყვანოთ ვიდეო როგორც გითხარით ვიდეოს დასაწყისში უკვე 15 ლაიქზე გამოიწერეთ არხი გააგრძელეთ ჯარისგლაკი ვინც ახლები ბრძანდებით აუცილებლად რადგან არ გამოგდო ჩვენი ახალი დადებული ვიდეოები რომლებიც ავტვირთავთ არხზე და კარგად ბრძანდებოდეთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში კარგად